გავჭავდი ტაქსს ვაჩერებდი. მოვიდა სამი პატრონის თანამშრომელი, სადაც დამაკავეს. როცა ვკითხე რა საფუძველზე რა მიზეზით მაკავდნენ, მათ მითხრეს რომ მე დაკავებული კი არ ვიყავი უბრალოდ შეჩერებული და გასაუბრება უნდათ. ჩავსეს მანქანაში და სადღაც 9:40 წუთის განმავლობაში ქალაქში მატარებდნენ, იმიტომ რომ თვითონაც არ იცოდნენ რა უნდა გაიკეთებინათ. შემდეგ გავჩერდით სანაპიროზე, სასტრაფოების გაჩერება სადაც არის. იქ მოვიდა ორი სხვა პატრულის მანქანა. და შემდეგ ისინი საუბრობდნენ გარეთ, როგორც ჩანს, იქ გადაწყვიტეს, რომ შემდეგ გადავიყვანეთ სამმართველოში და სამმართველოში გადავედით თუ არა, რალიც არ წაუყენებიათ, მათ პირდაპირ უბრალოდ მითხრეს, რომ ამად ამ მუხლით ვიყავი დაკავებული, ისიც ყურმუყრით გავიგე, შეიძლება ითქვას. მე დროებით იზოლატორში ვიყავი, დღესდილით გაიმართა სასამართლო. სამწუხაროდ მოსამართლემ არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, არც მოწმეებზე და არც იმაზე, რომ ჭავჭავაძეს დამონტაჟებული კამერა, გარე კამერა, რომელიც ჩანაწერი იქნებოდა, რომ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევ, ის გვენახა. სამწუხაროდ უარი განაცხადა მოსამართლემ ამის ჩვენებაზე. დამეკისა 400 ლარიანი ჯარიმა, ჩემი აზრით კი არა და დარწმუნებულია მეგონი ყველა, რომ ეს არის უსაფუძვლო ბრალდება. და ეს იყო უბრალოდ იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინათ არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ზოგადად სტუდენტობაზე. და მუხლები რა შეიცავდა? მუხლები არის შეურაცხყოფა, ანუ ვითომ ვიგინებოდი ქუჩაში და პოლიციას უწევდი წინააღმდეგობას დაკავების დროს. ფიზიკური შეურაცხყოფა. არანაირი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოყოლია და მე ასევე მინდა აღვნიშნე, რომ თანამშრომლები პატრულისას და ასევე დაკავების იზოლატორის ნამდვილად ძალიან ვაჟკაცურად და ღირსეულად იქცეოდნენ და ისინიც დღეს დილით ეს პატრულის თანამშრომლები, რომელიც ჩემ წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, იყვნენ ზეწოლის ქვეშ და მე ამას ვატყობდი, რომ მათ ტყუილი თქვეს, რომ როცა მე უწევდი წინააღმდეგობას. მე ვიცი, რომ ისინი იყვნენ ზეწოლის ქვეშ სამწუხაროდ.